შენი ფილმი 8 წუთი მე ვნახე მაშინ მუშაობდი სარკეში და წლების წინ ალბათ ახალი გამოსული იყო მაშინ კიდე Vimeo-ზე. მაშინ ნახე რა, ეგა ბახიამ ნახა და მაგრა ვიკაიფე. მაგრა გაასწორა მეთქი საღოლ და აი შემთხვევით არ ვიცოდი მართლა ვინ იყო რეჟისორი, აი შენ რო გაგიცანი, მითხარი რომ 8 წუთი გადავიღეო, ძალიან გამეხარდა და მეთქი შო აუცილებლად უნდა მოვიდეს ეს კაცი აქ. ნახე ხო შენ? კი, მე უფრო ცოტა ხნის წინ ნახე და ძალიან კაია რა, visual storytelling-ი, ვიზუალური თხრობა რაც იყო ეგ დავინახე, რაც იშვიათია. და კარგი თამაში და აი რაღაც ემოციური რაღაც, ანუ კაი იყო რა, ძალიან გაასწორა შეკრული story ყველაფერი. კი, მაგარი გაასწორა. მართლა კაი იყო. მუსიკის თანხლება განსაკუთრებით, მუსიკის ეს გესმის, როგორც შევატყე, როგორ უნდა მოყვე თან ისტორია და ემოციები, როგორ უნდა აღძრა მუსიკითაც. შეიძლება არ ვიცი. მე ვაქცე მოგეს ყურადღებას ხოლმე, რა მე მომეწონდა იქ და თიან კაი ის არის რა მოკლედ და ცოდნის ის არის. იდეა როგორ გაჩნდა მაგის, როგორ დაიწყე იქ? ეგ ვაფშე ის იყო რა ქვია. უცნაური კი არა, რთულად დავიწყეთ რა. ჩვენ ვაკეთებდით 8 მეტრაჟიან პროექტს, ინგა ეგრე ქვია, დღემდე არ გადაღებულა, მაგრამ პროექტად არსებობს და კინოცენტრი და ასე შემდეგ და უცხოელ კოპროდიუსერებთან დიალოგები გქონდა, სადაც იმათ მაგ ვითხრეს, რომ ძალიან კარგი პროექტი გაქვთ, ლამაზ თვალებიც გაქვთ, კაი ბიჭები ხართ, მაგრამ რა გრისი გადაღება შეგიძლიათ რა გვანახეთ. ამიტომ რა რაღაცა გადაიღეთ რა. ხო და ესე თან რაღაცა გადაიღე და ფილმი მოდი გადავიღოთ, არ არის ხო? ეხა ის არის. და დაждე მოიფიქრო რა, თან ისეთ საინტერესო რო იყოს. ძალიან დიდხანს ვიწვალეთ რა, რომ რამე კეჩი ყოფილიყო, ეს არ ყოფილიყო უბრალოდ ამბავი რაღაც ძალიან ევროპულ ყაიდაზე აწყობილი ბოლოს გზაზე რომ იდის კაცი და ეგრე რომ თავდება, ანუ ეგ არ გვინდოდა ცოტა ისეთი თან ჩვენი სარეკლამო ბექგრაუნდიც გამოგვეყენებინა კარგად, აი ვიზუალურ storytelling-ზე საუბრობ და ყველაფერი მაკედან მოდის, რომ დიდი ხანია ძალიან რეკლამას ვაკეთებ და ეგ ყველაფერი გვინდოდა გამოგვეყენებინა რა მოკლედ და დიდხანს ვიწვალეთ. კოშკა, ზაზა კოშკაძე მოვიდა ერთდროს, მე ერთი გუნდი ვიყავით მაშინ, ეხლაც ვართ პრინციპში. მოვიდა და იციო ის ამბავიო, რომ მზე სინათლესო, დედამიწამდე მოსაღწევათო 8 წუთი ჭირდებაო. ნუ ხო, მეთქი ვიცი, მაგრამ ესე არ მივიქცევია მაგის ყურადღება. ხო და ბიჭო, რაღაცა მომწონსო ეგ ამბავიო რა. აი პროსტა ეგ ფაქტიო მომწონსო რა და მაგაზე ხო არ ვიფიქროთ. ნუ ვიფიქროთ. და ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ და ბოლოს აი ესეთი ის გავაკეთეთ რა, რომ მოდი ახლა ვიკრიბებით, შევიკრიბეთ კოშკასთან სახში და ყველა ვიყავით რა, პროდიუსერი, მე, კოშკა, ის მოკლედ ბევრი ვიყავით და რაღაცა დავისახეთ, რომ კავშირი 1 საათი რამე თუ ვერ ვიტყვით, რომ აი ეგეთ წავიდეთ. მაშინ მოდი და რაღაცა რა არ ვიცი, ან თემას შევეშვათ, ან რა ვიცი, ხა მილიონი იდეა არსებობდა, რომელსაც პროსტა გაგიჟებულები არ ვიყავით თქო. ხო და მან დაარსებოდა მე ისევ და ისევ რეკლამას რო დაუბრუნდეთ ერთ-ერთი ავიაკომპანიის ძველი კანის ლომები აქვს მოგებული თუ სწორად მახსოვს, არ ვიცი რომელი ქვეყნის არის. რეკლამა გამახსენდა რა და უბრალოდ დავიწყე მაგის მოყოლა. უი. და დავიწყე ამ რეკლამის ისა რა ქვია, მოვყევი რა. მან და არის შეიძლება გაქვთ ნანახი, ბაბუაშვილის ფოკუსს უკეთებს რა. იცის ზუსტად რა დროს გაიფრენს უკან თვითფრინავი რა და პირიდან თუ ყურიდან უშვებს ვითომ თვითფრინავს რა, ანუ ეგეთ ფოკუსი. ეგ მოვყევი რა და პროდიუსერმა ეგრევე მაიცავ ერთამიო თუ რაღაცა და მან თქვა მე აბრაკადაბრა და პროდიუსერის იდეაა პრინციპში, რომ ეს კოშკას ეს უბრალოდ ამბავი რომ 8 წუთი ჭირდება და ჩემი ეს ისტორია და ოპ და მოიცაო და ყველაზე გვიან მე დავიჭირე საერთოდ რაზე ვლაპარაკობდით, იმიტომ რომ უცებ კოშკამაც ოპა მოიცა, ეს ხო არ მოხდეს და მერე მე ვთქვი მოიცა და ეგრე ვისქენით რა. ძალიან მალე მოვხოდეთ ეგ ამბავი, სადღაც ერთ თვეში მე მგონი უკვე გადაღებები ჩავნიშნეთ რა. რომ გვეჩქარებოდა ხო და ნუ აი ძალიან ოლინ და ისა რა ქვია. აი ეს პროცესა ძალიან თესლი მომენტი არის, რომ აი კოშკამ რომ აი ეს 8 წუთი რომ უნდაო, აი თესლი ფაქტი დაიჭირა და აი დაინახა რომ ამბავია მანდ რა. სცენარისტიკაცია ეხლა მისიერი ბიჭია და ხო აი რაღაცა ქონდა ეხლა მიხვდა რომ აი 8 წუთი რომ ჭირდება რაღაცაში გამოსაყი ტყუილა არ არის ეგ. ტყუილა არ არის და მართლაც ტყუილა არ აღმოჩნდა. და დაფინანსება ამ დროს რა იყო რო? აბსოლუტურად უფასოდ გადავიღეთ ჩვენ ეგ. ჩვენ ვემზადებოდით სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის, ხო, როგორც ეგან აღნიშნა მინგასთვის.
და შესაბამისად ის გუნდი ვინსაც უნდა ემუშავა ინგაზე, აბსოლუტურად ყველა გადმწამოვიდა ამაზე. ანიბებიაც, რომელიც, რა ვიცი, მეორე ხარისხოვან როლს ამს პრინციპში ეგრე გამოვიდა მაინც ამ ფილმში. იქ ინგაში მთავარ როლზე იყო და ასე შემდეგ. მხატვრები, ოპერატორი, აბსოლუტურად ყველა მთელი გუნდი იყო ის, ვისაც უნდა გვემუშავა დიდზე და აი ესე რაღაცა დაუჯექი, მოუყევით იდეა და ყველა მერთხმათ რომ მოდი გავაკეთოთ, კაცო, რაზეა საუბარი. პატარა ხარჯები ქონდა, რომელიც რაღაც ლოკაცია, სამხატვრო ხარჯი, ოღონდ არა ჰონორარების სახით, სამხატვრო ხარჯი, რაღაცა ისა კეთერინგი, აი ეგეთი რაღაცა, ხო, და ნუ ხა მსახიობებს რომელსაც არ ქონდა ურთიერთობა და არ იყვნენ შემდეგ პროექტში ჩართული, რა თქმა უნდა, მათ მოკლედ ესე, ან იმის ალბათ 30-20%, რაც უნდა დამჯდარიყო. ბატონო, და ხო წარმატება მიიღო. კი, არაერთი, ძალიან ბევრი ფესტივალი. და ინგას რა ბედი ეწია? ინგა ჯერ კიდე ჰოლდზეა, იმიტომ რომ მან არ მინდა ახლა თქვა კოპროდიუსერის, მოკლედ ერთ-ერთმა კოპროდიუსერმა ძალიან ცუდი საქმე გვიყო რა, მოკლედ და მაინც არ დავასახელებ სახელს და იმას, მაგრამ ნუ ალბათ ვინც იცის ამ პროექტზე ჩვენ გვერდით იყო და ვის გულშემატკივრობდა იცის რას და ვის გულისხმობ. ნუ ამიტომ გაჩერებულია ჯერჯერობით ორი პროექტი იყო, რომელიც კინოცენტრთან კომუნიკაციით უნდა შემდგარიყო, ეს იყო ინგა და იყო ანატორი. სრულმეტრაჟიანი ორივე ფილმი, რომელიც აი ესე ჰოლდდა, იმიტომ რომ ინგა გაჩერდა და ინგას პასუხისმგებლობა რაც გვაქვს შემდეგი მოდის ანატორი და ამიტომ ისიც ავტომატურად ჰოლდზეა რა, თორე ორი პროექტი გაგვიჩერდა. გეგმაში გააქვს მაინც ამის. არის ხო, უნდა რაღაცა უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჯერ ერთი საყვარლესი პროექტია, ჩემი დიდი ხანი ვწერდით ამ ყველაფერს, ბევრჯერ გადავწერეთ, ბევრჯერ ვიმუშავეთ. კონკრეტულად სეტზე მხატვრობა, ანუ ეს იმას არ გულისხმობ, რომ ინგა გაჩერდა, რომ უბრალოდ არ დავიწყეთ. ყველაფერი და ანუ რაჭაში უნდა ყოფილიყო გადაღებები და სამხატვრო ნაწილის 90% გაკეთებული იყო, ანუ დაფაქტურება სახლების ნოლიდან არ გუშენებია, მაგრამ მაგალითად ერთ-ერთ ლოკაციაზე რაღაც ბოსელი აშენდა იქ, სადაც უნდა ყოფილიყო ძირითადი სცენები, სკოლა დაფაქტურდა თავიდან ბოლომდე, გადაიღება, ანუ მილიონი რაღაცა გავაკეთეთ და ერთადერთი იყო თვითმფრინავი გჭირდებოდა, რომ ანუ ეგ არ გქონდა ადგილზე მიტანილი, თორე ეგეც არსებობდა უკვე ნაწილები, ის გვეხმარებოდა ერთ-ერთი კომპანია. ანუ მაგამდე მივიყვანეთ რა და ნუ მე და სეტზე ვიყავთ, სახეები წაყვანილი მყავდა, ორი დღით ადრე გადაღება უნდა დაწყებულიყო, სამაგიდოს გავდიოდით. უკვე რეპეტიციებს სამაგიდოთ, მეორე დღეს უკვე ლოკაციაზე რეპეტიცია უნდა გაგვევლო. ანუ ადგილზე მივსულიყავით და იქ აი ოპერატორთან ერთად რომ მოდი ეს ექნათ და ზარი თბილისიდან რომ კარჩი ვერ ჩამოვა ტექნიკა წამოდით უკანო და წამოვედით უკან. ძალიან სამწუხაროა. ხო, არის მან დეტალები, რომელსაც მოყოლაც არ მინდა უბრალოდ, იმიტომ. მაინც დავრჩები კოლეგიალური რა. ხო, რა თქმა უნდა, სწორი ეგრე არის, ხო. ჩვენ რა გვაინტერესებს ხოლმე, აი ორ დღეში მე პირადად ძალიან დიდი ინტერესი მაქვს დეტალების გარეშე, რა თქმა უნდა. აი ეს კულისებს მიღმა, პრობლემები რო შეიქმნება ხოლმე და მე როგორ გადაჭრიან, არ გადაჭრიან, მაგრამ ამას ვეძიებით ხოლმე რა, პირადად აი ეს problem solving fixer-ობ, აი იმიტომ რომ ფილმის გადაღება არის problem solving-ი პროდიუსერის, რეჟისორისაც და ამ შემთხვევაში, ესე იგი, რო დავაზუსტო, იყავით უკვე იქ მოსამზადებელ პერიოდში და ტექნიკას ელოდებოდით და თბილისიდან არ ჩამოვიდა ტექნიკა, თუმცა უცხოეთიდან ხო არ მოდიოდა? არა, თბილისიდან მოდიოდა და თბილისიდან ერთ-ერთი კომპანიის ტექნიკა უნდა ჩამოსულიყო. ოკეი, და აღარო, ოკეი. არა, ხო, აღარო, იმიტომ რომ ეს იყო მიბმული იმაზე, რა პასუხი მოდიოდა, რომ 100%-იანი საიდანღაც უნდა მოსულიყო რაღაც პასუხი. ხო, გასაგებია. დაიწყეთ და იქ აღმოჩნდა, რომ ამ ერთ-ერთმა ადამიანმა ჩვენს უჩუმრად და ზურგს უკან ისეთი რაღაცები იყო, ნაკეთები და მოკლედ ისე გაგვიწევდა, რომ რაღაცა რომ ვეღარავინ ვეღარ დავდებდით თავს რომ ეს პროექტი გამოვიდოდა და ფინალამდე მივიდოდა და ამიტომ პროდიუსერმა დამირეკა თბილისიდან და გოგიჩ წამოდი. მაგრამ მანდ ახლა როგორ რაღაცა problem solving-ზე რო საუბრობ, ჩვენ Sibler Films-ი ვართ ბავშვობიდან, აი ერთ ეზოში დაბადებული ხალხი ვართ, 80%, ვინც თუნდაც ეს 8 წუთი გავაკეთეთ, თუნდაც მე 10:45 და თუნდაც ახლა ინგაზეც რომ მუშავდით. ანუ ეგ ის რომ ჩვენ პრობლემები გვექმნებოდა, თუნდაც ნებისმიერ სეტზე ქონია ხო პრობლემა და მე ამას ჭრიდით ხოლმე ამ პრობლემას. ეგ ჩვენთვის უცხო არ არის, იმიტომ რომ ეს ბავშვობის მეგობრები ვართ და ცოტა სხვანაირი ეთყობა, ცოტა სხვანაირი სტიმულები და мотиваციები და რაღაც ურთიერთობები გქონდა და ეგ არავის არ უკვირს, მაგრამ ჩვენ გარეშე ადამიანმა შეგვიქმნა ესეთი პრობლემა, რომ ჩვენ როგორც გუნდი აბსოლუტურად უძლურები ვიყავით, თორე მეცაც გეტყვი 8 წუთის გადაღებაზე, ბოლო გადასაღებაზე 19,000 ლარი მოიპარა ვიღაცამ სეტიდან. ჩვენი ფული. კი, 19,000 ლარი მოხპარა
და გადაღება მივიყვანეთ ბოლომდე, ჩამოვიდით, დავამონტაჟეთ და 8 წუთი არსებობს. ანუ პრობლემა ეგ არის. ხო, ეგეც მინდოდა მეთქი, რა ყველა დიდი რაღაცა რა დიდი პრობლემა შეიქმნა რომელიმე გადაღებაზე, მოგეთ 8 წუთზე რო ვთქვათ. 8 წუთზე ეგ. და ხო, და როგორ გადაიჭრა მე ალბათ, ან როგორ შეიძლება კი არ გადაიჭრა, მაგრამ შეიძლება არც მიექცა ყურადღება, ან ისე მაინც მიუხედავთ მაგისა გვერდზე აილო. აი რა მოხდა მოსეთი? ეხლა მაგალითად ეხლა ეს რო ვახსენეთ, ეს 19,000 მე დეტალებში რა თქმა უნდა არა მოგიყვები მაგას არ არის. ეგ არ არის პრობლემა. ხო, აი როგორ მოხდა ეს 19,000? ფული არის თო ალბათ. ჩვენ გქონდა ეგეთი რაღაცა მაშინ მე ცოტა კიდე არის ახლა სარეკლამო სფეროში ეგეთი უკვე მოდა და სტანდარტი რომ ძალიან დიდ სტაფს გადაღების დამთავრების შემდეგ ეგრევე უხდით ანხას რა, როცა პროდაქშენი ხარ. ნუ დიდ სტაფს რა, ტექნიკურ სტაფს იქ რა. ნუ ვიღაცები რა თქმა უნდა რჩებიან ბოლოს ავიღოთ, მათ შორის რეჟისორები და ასე შემდეგ. მაშინ ეგ დიდათ არ იყო მაინც და მაინც და ჩვენ ძალიან გვინდოდა რომ დემონტაჟს რო ვიტყოდით, ყველასთვის ჰონორარი კონვერტებში სახელებით იყო ესე და ქეშად უნდა მიგვეცა რა, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი ჯიბიდან აღებული ფული, ჩვენ ხო სარეკლამო კომპანია ვიყავით და რაღაცა პერიოდი მოგებიდან, რაღაცა ჩვენი ჯიბიდან ზოგი მოგებიდან, რომელიმე სარეკლამო რგოლის ასე იმაშვებოდით ამ თანხას, რომ ეს მიგვეცა რა ხალხისთვის და ზოგადად ნუ რაღაცაში ჩაგვეშო. ხო და სეტზე ვიღებთ ბოლო სცენებისკენ ვარ თითქმის და გეგას ვხედავ რა პროდიუსერს რომ ისედაც არ გამოირჩევა ნათელი ფერებით რა შავი კაცი არის და ვხედავ რომ ფერი საერთოდ არა აქვს რა ამ ყველაფერს ვხედავ სიბნელეში ვხედავთ ამ რა ამის სცენა რომ კაც ფერი არა აქვს რა და ნუ ვერ არ ვაქცევ ხა დიდად ყურადღება მაგრამ მეთქი სუდად ხო არ არის და ვატყობ რომ რაღაცას მიმალავენ რა ფუსფუსებს ვატყობ რა იქით და ფერი რო ეკარგებათ ვიღაცებს და ხალხს კარგავ რა ეკრება ხო კი ხალხს კარგავ და ნუ კაროჩე ბოლოს მითხრეს რა იმიტომ რომ ნუ რა ვქნა ოდესღაც გავიგებდი მაინც ჩემით და ესე და ესე რომ მოკლედ გაქრა რა იყოს თანხა კონკრეტულ ადგილას სადღაც შენახული იქ ირეოდა ძალიან ბევრი ხალხი მაგრამ ეს ყველა ადამიანი ან გამორიცხულია მე ქვე რა ეს ვერ ვიტყვი ანუ ვინც ამ სფეროში მუშაობდა იმის გაკეთებული არ არის. იყვნენ ადამიანები იქ, ვინც საერთოდ პირველად იყვნენ გადაღებაზე. საიდანაც სხვა რეგიონიდან წაყვანილი საერთოდ ხალხი, ძალიან ტექნიკური სტაფი, რომელიც გადაღებაზე დამყოფი არ იყვნენ რა, უბრალოდ რაღაც კონკრეტული დავალება ჰქონდათ და ნუ ალბათ სადღაც ეგრე, მაგრამ ან იყო ხა ერთი ვარიანტი გადაღება გააჩერე და დაიწყე ხალხის ჩხრეკვა თუ რა უნდა ქნა. რასაც ვერ იზავ. და თან სუფთა რაციონალური თვალსაზრისითაც წამგებიანია, იმიტომ რომ გადაღება თუ გააჩერე იმ თანხასაც რა უნდა რა დაიბრუნებ თუ აი სისულელე ჯიბეში ყარედებოდნენ ხოლმე. ამიტომ მაშინ მე მივიღე გადაწყვეტილება რომ მეთქი არ ვიმჩნევთ ბოდიში და ფეხებზე კიდია, ეხა აქ რა მოხდა, მიყვავს ბოლომდე საქმე და გადავიღეთ ხო და ნუ თვითონ ისა აი სცენარის წერის პროცესი ჩართული იყავი შენ მაგალითად კი არა მაგ თავიდან ბოლომდე კაცო მუშაობდით ეს იყო ყოველდღე შეკრება და ნუ წერა და სხვათა შორის აი მაშინ ვისწავლე ერთი კარგი რაღაცა რაც მგონია რომ მე ყველგან მადგება წერის პროცესში როცა მე პირადად მიმაჩნია რომ ქართულ ფილმის ძალიან ბევრი ფილმის პრობლემა არის დიალოგი ანუ მანდ ვისწავლე ანუ ის რომ ჩვენ რო გვეგონა რომ კაი დიალოგი ქონდა დაწერილი ერთ-ერთ ეტაპზე სცენარის წერის დროს დავჯექით და სამეგობრომ ჩავშალეთ ყოველგვარი მსახიობების გარეშე დავიწყეთ დიალოგის აწყობა და კითხვა ერთმანეთთან ჩიტკა რა ეგრეთ წოდებული და აღმოჩნდა რომ სრული იდიოტობა გვეწერა და მანდ ვისწავლე ეგ რომ ნებისმიერ დროს როცა წერს ანამ ბოლომდე წერტილს დაუსვამ და მსახიობებამდე გადაიტან დაისვი მეგობრები და უბრალოდ ეს დიალოგი მოისმინე რა, იმიტომ რომ შენ თავში როგორც ტრიალებს, ეგრე არ არის არასდროს ხო. ართან როცა ეს დიალოგს ეხება, ვიზუალური რაღაც წარმოსახვა შეიძლება აქციო რეალურად, მაგრამ იმიტომ რომ ეგეც შენ ხელშია. და ეს დიალოგი აღარ არის შენ ხელში იმის მერე, რაც უკვე მსახიობი დაიწყებს და მიითვისებს იმ დიალოგს, იმიტომ რომ იმისთვის იწერება ეს ყველაფერი. და მეორე ის რომ უკვე ვიცოდით, ვისაც უნდა ეთამაშა და ეგეც ჩემი ის მგონია რომ მე ვისწავლე მანდ რომ ძალიან მიხარია ხოლმე თუ ვიცი. სანამ წერ თუ ვიცი ვინ იქნება მსახიობი, რომ იმისთვის რომ წერ გაცილებით კომფორტული გამოდის რა ტექსტი. კი, მაგაზე დავამატებ, მეც გამიგია ეგ რომელი რეჟისორმა ეხლა რომ გამახსოვს, მაგრამ თუ table reading-ი თუ არ გამოდის, თუნდაც მეგობრებთან რაღაცა შეიძლება ეხლა ყველას ამ იმდენი პერსონაჟი არ იყოს,
მოისმინეო რა, მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შენ თვითონვე ილაპარაკეო, რასაც კითხულობა, ანუ პერსონაჟი აბსოლუტურად სწორი უთქვია. კი, იმიტომ რომ ეს ისა ტემპი, ლაპარაკის ეს მუსიკა რა, რასაც ქვია, ეგ უნდა მოისმინო წინასწარ და ძალიან დამიჯდა ეგეც. იმიტომ რომ ძალიან რთულია მე სეტზე აღმოჩნდები ისეთი რაღაცის წინაშე, რომ აღარ მოგწონს შენი დაწერილი დიალოგი და არიცი რატო. ხო, ვერ აი რა კარგად მესმოდა, მაგრამ აი ხა აქ რო უყუწმენ. აი მეორეც ახლა არ ვიცი 45 ნახეთ თუ არა, მანდაც მარიამი ვიცოდი რომ მარიამი იქნებოდა 0-დანვე როცა ვწერდი ვიცოდი რომ მარიამი ითამაშებდა. აბსოლუტურად ერთადერთი რაღაცა ფრაზა შევცვალე და ამოვაგდეთ გადაღების მოედანზევე. თანაჩინ ზუსტად ვიცი როგორც იტყოდა, რანაირადაც იტყოდა და ანუ ეგრე რო წერ და მე უკვე სახში ჩემთან დავჯექით და ეს ტელეფონით მართლა ტელეფონზე ვალაპარაკე მეგობარსთან ვითომ რაღაც და რომ მოვისმინე უკვე დავრწმუნდი რომ ტექსტი კარგი იყო, მე წავედით სეტზე რა და 8 წუთის შემთხვევაშიც პროცესს თუ მეკითხები, ეგ იყო რა, ანუ რაღაცები შევცვალეთ, განმოვცვალეთ, ცოტა ვიბრძოლეთ, ცოტა ვიჯიჯღინეთ, რაღაცები მოგვეწონა, არ მოგვეწონა, მაგრამ მან კითხვამ და მე მართლა ერთმანეთში რომ დავიწყეთ არაპროფესიონალი სახეობებით რა, ანუ პროდიუსერი რაღაც. წავიკითხეთ, რაღაცები შევცვალეთ და უკვე მივედით იქამდე. კადრირება ჩემი ხელით დავხატე, იმიტომ რომ ძალიან გვეჩქარებოდა და დებილობა კაცები მეხატა იქ სეტზე ველში და აი ეგრე წავედით და გადავიღეთ. უბრალოდ ყველა მიცოდა რა რასაკეთებდა და ეგ არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ 0-დანვე ჩართულები იყვნენ ოპერატორი, მხატვრები თავიდანვე, იდეის ჩანასახიდანვე. ეგ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მთლიანია ეგ ადამიანების ჯგუფი, კრეატიული ჯგუფი, ზუსტად იცოდეს რას აკეთებდა და მოწონდეს. ხო, თავისთავად. ალბათ რეჟისორის ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის, რომ ყველა ჩართული იყოს და ზუსტად იცოდეს რას აკეთებენ და შეიძლება ეს ინტერესი რო გაუჩინოს უფრო მეტი, რომ თავის მაქსიმუმის ჩადოს, ეგეც ალბათ. ხო რა არის ეხა ხატვარს იმდენი რაღაცა შეუძლია. სიტყვაზე მარტო ხატვარი რო ავიღოთ რა, რომ აი მაგალითად რა, ამ კაცის ოთახში რო არის, ოთახშივე რო უდგას ეს ხელსაბანი, ხო? ეგ საერთოდ არ იყო ეგრე ჩაფიქრებული რა, მე მქონდა ცალკე ლოკაციას როცა ვეძებდით, სცენარშიც ეწერა რომ ცალკე ოთახში გადის ხელსაბანი, ბრუნდება სიტყვაზე. ხატრების იდეა იყო ეგ რომ აბა დაფიქრდი ეხა ამ პერსონაჟს თავის ოთახშივე რო კონდეს ხელსაბანი რა როჟა იქნება. და იმდენად მოუხდა ეგ პერსონაჟს, და იმდენად მოუხდა ჩემთვის პირადად რა. რომ მეთქი აბა რა თქმა უნდა და ჩემთვის პერსონაჟი შეცვალა. ეს არ არის უბრალოდ რომ ხელსაბანი იქ რაღაცა გეოგრაფია შეგვეცვალა უბრალოდ არა. პერსონაჟი შეიცვალა რაღაცა რომ ტიპს იქვე აქვს რა ხელსაბანი რა და არ ჭირდება მაგისთვის რაღაც ცალკე ოთახი. ხო და ანუ მხატვარს, ოპერატორს, ნებისმიერ კრეატიული ჯგუფის წევრს შეუძლია შეგიცვალოს თავიდან ბოლომდე როგორც კარგისკენ, ისე უარესისკენ, ყველაფერი და თუ მოწონთ რასაც აკეთებენ და თუ თავიდანვე ჩართულები არიან. მაშინ თითქმის გარანტირებულია რა ის რომ რაღაცა შედეგს დადებ. ნუ აი ეს მასე ვფიქრობ. მე და აი ძალიან კაი მაგალითიც მოიყვანე, იმიტომ რომ როგორც რეჟისორი ყვება, სცენარისტმა მოყვა ამბავი, რეჟისორი ვიზუალურად ყვება მაგ ამბავს, მსახიობი თამაშობს მაგ ამბავს. ხატვარსაც შეუძლია ამბავი მოყვეს, თუნდაც იმით რომ ეს აგდავდოთ და მაგან ამბავი მოყვა, იგივენაირად ოპერატორი და ეგ არის რა. შრეები უნდა დაამატოს თითქოს ყველამ. ესთვის რომ რაღაცა ეგ არ უნდა იყოს ნაძალადები, უნდა სიამოვნებდეს და მაგ შემთხვევაში აუცილებლად რაღაცას დადებს. კი. დიდი ფონქს რამდენი ხანი გრძელდებოდა? რამდენი დღე? 3 დღე ვიღებდით თბილისში, თუ რამე არ მეშლება, ეხლა ამდენი წელი გავიდა და 1 ღამე ბაკურიანში. ხო, მანდაც აი ცოტა ნელა ვმუშაობდით, იქ ის იყო რაღაცა მაინც კინოა რა, ეს რეკლამაზე სულ მოჭიმული ხარ, აი ცოტა ეგ მოვეშვით და ხო რა, ეგ რო არ გქონდა და ჩვენი იყო და ეგეც ერთ-ერთი ის არის რა, რატო გიყვარს კინოზე მუშაობა და არა უფრო კინოზე ვიდრე რეკლამაზე, ეგ არის რომ შენია, შენ თავთან ხარ პასუხისმგებელი, ნუ შენ გუნდთან და ნელა და ისე ვიმუშავეთ, მსახიობებისგან მოდიოდა ძალიან მაგარი ფიდბექი, რომ ანუ ძალიან მოწონდათ რასაც აკეთებდნენ და ბატონის სლავა რო აი ესე მე მაშინ პირველად შევეჩეხე მიუხედავად იმის რომ გამოცდილება გადაღების დიდი ხნის ჰქონდა რომ მსახიობს იმდენი ინტერესი ჰქონდა თავის პერსონაჟთან ხო ეხლა ჩემთვის ხო სადებიუტო კინო იყო მანამდე სულ რეკლამა იყო ან რაღაც ჩემი საავტორო მაიმუნობა რომელიც ხალხამდე არ მივიდოდა რა და მსახიობის მხრიდან რომ ესეთი ფიდბექი მოდიოდა რომ აი როგორ ამბობს ამ სიტყვას ხო მაინც არ ვიტყვი ვისაც ნანახი არა აქ თუ რაღაც იმ სიტყვას ბოლოში აი მაგას როგორ რატო ამბობს ესე აი ესეთ ხო არ თქოს და აი თვითონ რომ მოდიოდა და მაჯანჯღარებდა რომ მოდი ამაზე ვილაპარაკოთ ეგ ჩემთვის იყო ახალი
და ეს ყველაფერი დავინახეთ, თუნდაც მსახიობებიდან, ეს ყველაფერი დავინახეთ, როგორ მუშაობდნენ მხატვრები, ოპერატორი რას აკეთებდა, პროდიუსერები როგორ რეები ხდებოდა, რომ რეებს არ მაკარებდნენ და მე რო ვიგებ, ანუ რა პრობლემებს არ მაკარებდნენ ზოგადად და მიფრთხილდებოდნენ, რომ მიდი შენ ხა ჩვენ მივხედავ, მე რო იგებ ეგეთ რაღაცებს, ანუ მაგან გააკეთა ის, რომ ფილმმა რაღაცა გააკეთა, ანუ თავისი რაღაცა შეცვალა, ჩემი აზრით.